ესე იგი, აქ აგვაქვს ჩვენ ესე იგი 2008 წლის ისეთ სამუშაო ადგილები და ადაპტირებული გარემო შევქმნათ, რომ ისეულად სადმოვიდეთ. ამაჟუ ჩვენ ასევე ჩვენი ექიმები, რადიოლოგები თავის რა თქმა უნდა თუ სინუსეული ნევროლოგია სჭირდება ჩვენთან აქ იმუშავა ელექტრონიკის საწარმოებლების საქმე. მუშაობს საკმაოდ კარგად. მოვინახულეთ ჩვენი მებრძოლები, რომლებიც დაჭრილები არიან სხვადასხვა პერიოდში საომარ მოქმედებებში. განსაკუთრებით ერთი მებრძოლის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, თუმცა სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე გადაარჩინოს და ფეხზე დააყენონ. ჩვენი მხრიდან აღვთქვით, ასე ვთქვათ, სამედიცინო პერსონალს, რომ სამინისტროს მხრიდან რა ჩარევაც იქნება და რა დახმარებაც იქნება საჭირო, აუცილებლად მათ ეს დახმარება დაუყოვნებლივ ექნებათ აღმოჩენილი. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრია გაკეთებული ამ ჰოსპიტალის ტერიტორიაზე, მაგრამ გასაკეთებელიც ბევრია. შესაბამისად, კონცეფციაზე ზოგადად სამხედრო სამედიცინო სამსახურის განვითარების ჩვენ უახლოეს დროში ჩამოყალიბდებით და უახლოეს დროში შესაბამის გეგმასაც შევიმუშავებთ. გორის სამხედრო ჰოსპიტალში სტუმრად იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი, რომელმაც მოინახულა 2008 წლის და სამხედრო მისიაში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები. გაეცნო ინფრასტრუქტურას და იმ პრობლემებს, რომლებიც დგას სამხედრო ჰოსპიტალის წინაშე და დაკვირდა გვერდში დგომას.